ალე კველისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს დაადასტურა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს და რეალურად სწორი შეფასება წაიკითხოს და ნახოს თუ როგორ ხდება რეალურად პოლიტიკოსის დევნა პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამას მრავალი თვის განმავლობაში უხსნიდით საზოგადოებას, უხსნიდით თვითონ სასამართლოსაც, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლო მიიღო არასწორი, უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მიხარია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გაიზიარა ადვოკატების პოზიცია, შეისწავლა განაჩენი, რომელიც მიიღო სასამართლომ და ამ განაჩენის შესწავლიდან მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალე კველისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაადასტურა, რომ ალე კველისაშვილს არ ჰქონდა ტერორისტული მიზანი და რეალურად 323 მუხლი არის სასამართლოს კოდექსის, რომელიც მიუთითებს და ხსნის და განმარტავს თუ რა არის ტერორიზმი. აქ არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეხება ტერორისტულ მიზანს და სწორედ ეს არის გადამწყვეტი კვალიფიკაციისთვის და ჩვენ ამას უხსნიდით სასამართლოს, რომ ტერორისტული მიზანი არ გააჩნდა ალე კველისაშვილს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტი, მხოლოდ და მხოლოდ და ამას არ ადასტურებდა არც ერთი მტკიცებულება, საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალე კველისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებებით წარვადგინეთ სასამართლოში, საპასუხოდ ბრალდების მხარის მხრიდან არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების პოზიციები, რომელიც იყო ნაკარნახები ქართული ოცნების მხრიდან. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ კვალიფიკაცია ზუსტად პარლამენტის თავმჯდომარის შალო პაპუაშვილის განცხადების შემდგომ შეიცვალა. მანამდე საქმე მიმდინარეობდა სხვისინივთის დაზიანების მუხლით, ხოლო მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა გააკეთა საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადება, რომ ალე კველისაშვილი არის ტერორისტი, დაუყოვნებლივ შეცვალა კვალიფიკაცია პროკურატურამ და რა თქმა უნდა საბოლოო განაჩენში უკვე დაეთანხმა სასამართლო. თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის საერთაშორისო გამჭვირვალობა, აფასებს სწორად აღნიშნულ საქმეს და რეალურად ალე კველისაშვილს მიანიჭა პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი.